ქრისტიან დემოკრატების წევრმა ზაზა გაბუნიამ ისანი სამგორის რაიონში მცხოვრები ხიზანიშვილების ოჯახი მოინახულა და მათ სოციალურ პირობებს ადგილზე გაეცნო. გაბუნიას განცხადებით, ხიზანიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატუსი არ მიენიჭა, საკრებულოს წევრი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავს და სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ასევე საკრებულოს წევრი საცხოვრებელი პირობების არარსეობის გამო მერიას ოჯახის პროექტ სოციალური საცხოვრისში ჩართვას თხოვს. ხიზანიშვილების ოჯახის პროგრამა სოციალურ საცხოვრისში ჩართვასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერიამაც გააკეთა. მართავ სააგენტოს ხელმძღვანელობას იმისათვის რომ მეორედ იქნას გამოგზავნილი აგენტი იმისათვის რომ დაჯამდეს თავიდან ქულათა რაოდენობა რომ ამ ადამიანებს მიეცეს საშუალება ერთის მხრივ შესაბამისი ფინანსური დახმარების მიღებისა და მეორე მხრივ მონაწილეობა მიიღონ ისეთ პროექტში როგორც არის სოციალური საცხოვრისის პროგრამა. ოჯახში მეორე ჯგუფის ინვალიდი არის რომელსაც მოუმოძრავთ არის არანაირი დახმარება ჩვენ არა გვაქვს 20 წელიწადი აქ ცხოვრობთ არაფერი მოვიდნენ დაუცველი სოციალ დაუცველის ხალხი იყვნენ მოსულები და 73000 ქულა მოხდეს მაინც ვერ ჩავჯიგეთ იმ დეკლარაციაში რომ უბრალოდ ელემენტად ბავშვი მაინც მისცეს სკოლაში უფასოც იგივე მეტ აღარაფერს აღარ ვჭირდება დავქნა. ჩვენ ვცვლით თვითონ კრიტერიუმის ბენეფიციარების შერჩევის და უნდა აღვნიშნოთ რომ მათ ქულა არ იქნება მხოლოდ გადაწყვეტა. ანუ აღნიშნული კომისია რო ჩამოყალიბდება, ჩვენ მხოლოდ ბატონ ზაზა გაბუნიასაც შეუერთდეს აღნიშნულ კომისიას და ჩაერთოს ამ კომისიის მუშაობაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ავირჩევთ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც მართლაც ყველაზე მეტად ჭირდება ახალ სახლში გადასვლა. პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია პენსიონერებს შეხვდა. ბაღათურია მათ ქართული დასის მიერ მომზადებული საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი გააცნო. პროექტის